ოამინდობა და უხვინალექია საქართველოში დიდ თოვლობამ სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შექმნა. ბათუმის ქუჩებში 40 ერთეულის სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასასვლელი არხები. სტიქიამ დააზიანა 80-მდე ხემცენარე, რაზეც მერიის ინფორმაციით გამწვანების სამსახურის შესაბამისი რეაგირებას ახდენს. გარკვეული შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. ბუნებრივი აირის მიწოდება კი უკვე აღდგენილია. ცენტრალური წყალსადენის მილი დაზიანდა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს წყალის შეფერხებით მიეწოდებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, პრობლემა უკვე მოგვარდა. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. იყო რიგი შეზღუდვები და გამოწვევები ენერგო მიმართულებითაც ბუნებრივი აირი უშინდელი დღის მონაცემებით სულად არის აღდგენილი 18000 აბონენტამდე არ მიეწოდებოდა წყალი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო და დღის მდგომარეობით უკვე დილიდან აღდგენილია მაქსიმალურად წყლის მიწოდება. ის მეორე ნახევრიდან უკვე ველოდებით ზღვაზე შტორმს და ამავდროულად სინოპტიკოსების ინფორმაციით გვექნება მცირე ტიპის ხარიშხალი, რაც ასევე შესაძლებელია იყოს კონკრეტული გამოწვევების საწინდარი და ბუნებრივია ყველა ტექნიკური საშუალება, ისევე როგორც ჩვენი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას.